ჩვენ ყავს ისეთი რამოდენიმე მონაწილე, რომელსაც Teams-ის ელექტრონული პოსტა არ აქვს, შესაბამისად ის როგორც სტუმარი შემოდის, ხო? მეოთხე ჩანაწერს ვერ ნახავდით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ინტერნეტის პრობლემების გამო ვერ მოხერხდა მისი, ასე ვთქვათ, ჩაწერა. დღეს შევეცდებით, რომ უფრო მკაცრად გავაკონტროლოთ ეს ყველაფერი. ხო და რა ქვია, შესაძლოა მეოთხე ჩაწერაში რა ხარ ვერ მოხერხდა, ნუ გზა შეიძლება რომ შენი პრეზენტაცია ავტვირთოთ Teams-ის ჯგუფში. და რაღაც პრეზენტაცია მაინც დარჩეს. გამეორებით არ გავიმეორებთ, მაგრამ პრეზენტაცია რო იყოს, ხო, იმიტომ რომ აი პრეზენტაციაზე თუ შეკითხვები ექნება. კი, ხო, მომავალ კვირას, ესე იგი, ჩვენ მიწვეული ვართ, ჩვენი ქვეპროგრამა რაღაც ესეთი ბოლო 3 წელიწადია საქართველოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიზნის ესეთი სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების რაღაც გარკვეული მიმართულების დანერგვის პროგრამა ეძახიან ინგლისური აბრევიატურებით I2Q. და იქა ვართ მიწვეული, ამიტომაც ხუთშაბათ ჩვენ ვერ შევხვდებით. თუმცა, რა ვიცი, მე ესე ვიფიქრე, რომ როდესაც აი ვერ შევხვდებით, ხო? და ვერ ვდებთ რაღაც სხვა დღეს, რო არ გაცდეს. მოდი საინტერესო აი ეს თემის და ამის გარშემო დოკუმენტური ფილმები გავაზიაროთ ხოლმე. და ადამიანი უყურებს ამ ფილმს, საინტერესოა როგორც გამოწვევა. მაგალითად ერთი ვიცი ინჟინერიას. აი ძალიან ისეთი სერიოზული დედამიწაზე რო ინჟინერული პროექტები განხორციელდა, ხო? და 9 საათიანი ფილმი არის. მოიფიქროთ კიდე, კი. იგივე მე რაც მაგრად სემინარები წავიდა, მაგაზეც შემიძლია რა. ხო, შეიძლება, კი. რო ვაცდენთ, ყოველ შემთხვევაში ის დღე რო არ გაცდეს და რაღაც ახალი მასალა იყოს, რომელსაც ადამიანი გაეცნობა. კარგი, მაშინ მოკლედ დავიწყოთ, ესე იგი, ჩვენი ეს შეხვედრა. ესე იგი, მე გავაზიარებ მას, რა ქვია, პრეზენტაციას, ესე ჯობია მაინც, რომ პრეზენტაცია გავაზიარო, რომ აი შევძლო გადმოსვლა. ვნახოთ. იარ რა. ერთად ადამიანებს მიკროფონები ჩაუვართოთ ამ ეტაპზე. მგონი რაღაც თავადაც გაკონტროლდება. შეიძლება თვითონ ჩართო მიკროფონი, როდესაც გასწავლენ. და ვნახე. მაია გაზიარდა ხო ჩემი პრეზენტაცია? კი, გაზიარდა. ხო, კარგით, მოდი დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ, კი, პრეზენტაცია გაზიარებულია ნამდვილად, კითხვა არავის არ დაუსვია, გადავალ აქეთკენ. ესე იგი, შეხედეთ, ჩვენ ვართ ეს ქვეპროგრამა, ესე იგი, STEM სკოლებში და ძალიან მოკლედ უბრალოდ შეგახსენებთ, ჩვენ როგორ უყურებთ, ხო, ამ სწავლებას რა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, როდესაც ნებისმიერი საგნის მასწავლებელი STEM სწავლებით არის დაკავებული, რაღაც შეხვედრა გვაქვს, რეკლამა, ობძანი. ხო. შეხედეთ, ეს არის რომ მოვლენა, რომელსაც ვასწავლით, რომლის საფუძველზეც ხდება, თუ გინდათ რაღაც პატარა მოდელის შექმნა, ეს არის აქტუალური უნდა იყოს, ხო? რომელიც, არ ვიცი, პრესაში ყველგან, ასე ვთქვათ, მოჩანს. არის, ესე იგი, ინჟინერული მოდელი შესაქმნელი, ხო? ან გარკვეული ინტერაქტიული მექანიზმი შეიძლება ეს იყოს შესაქმნელი, ასე ვთქვათ, პროგრამულად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვეცადოთ, რომ ბავშვებმა გაიაზრონ გარკვეული მეცნიერული კონცეფციები, ხო? ძალიან თუ არ აქვს საშუალება რეალური მოდელირების, ვირტუალური მოდელირება მაინც იყოს ამ პროექტის განხორციელების თუ ამ სწავლების პროცესის განმავლობაში და სადღაც ცნებების დონეზე მაინც ჩვენ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი უნდა გქონდეს. მათ შორის სხვათა შორის საკლუბო მუშაობაშიც, იმიტომ რომ ნუ შეიძლება რაღაცა სხვა ცნება შემოვიდეს უპრობლემოდ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მაინც ახლა სკოლაში ხდება ეს ყველაფერი, ხო? ეს კავშირები მუდმივად არსებობდეს და ცნების გააზრების დონეზე ამ კავშირის შექმნა ადვილი არის.
უფრო ქვემოთ და შედეგის ინდიკატორის რა გითხრათ, ეს კიდე ცალკე სადისკუსიო საკითხი არის რა. ნუ კავშირი ცხოვრებასთან, ხო, ეს არის დასაქმება, სოციალური პრობლემები, ეკოლოგია, ჯანსაღი ცხოვრება, აი ზემოთ თითქოს აქტუალური იყო, მაგრამ არის აქტუალობა, მაგალითად აი ასე იგი ნუგზარი რაზეც საუბრობდა წინა შეხვედრებზე, მაგრამ არის კიდე აი რეალურ შეცხოვრებასთან რო არის კავშირში და ბავშვებისთვის ხშირად რაღაცა, რასაც სწავლობენ, უშუალოდ უნდა ხედავდნენ მომავალ ცხოვრებაში, როცა სკოლიდან გავლენ, აი იქ რა და როგორ გამოადგებათ. ნახეთ, ესე იგი, კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, ხო? პროექტი უნდა ფარავდეს სამიზდე ცნებებს, ხო? ან გარკვეულ ცნებებს, გარკვეული არაფორმალური განათლების მიმართულებით. ეს უფრო გვიფართოვებს, ასე ვთქვათ, სივრცეს რა. და შესაძლებელია STEM პროექტი იყოს შემაჯამებელი დავალების ნაწილი. ნუ მე ვიცი პედაგოგები, რომლებიც STEM პროექტს იყენებენ როგორც პროექტს, ხო? შეიძლება იქ ელექტროინჟინერული ნაწილი არ არის, მაგრამ თავისი მთელი სტრუქტურით და კონცეფციით ის STEM პროექტი არის რა. მაშინ მით უმეტეს იქ უკვე ვალდებულება გვაქვს. არაფორმალურ განათლებაში ახლა კარგია რომ ესე იყოს, კავშირი იყოს. და ფორმალურ განათლებაში იქ აუცილებლად ვალდებულება გვაქვს. სხვადასხვა ის მე კვლევაზე გეტყვით ერთ-ერთი საინტერესო მომენტი გამოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლეგების ნაწილს ერთ-ერთი ბოლო კვლევით, რომელიც საქართველოში ჩატარდა, მე როგორც მახსოვს, დაახლოებით 20%-იანი მაჩვენებელი იყო, მიაჩნია, რომ STEM სწავლება აკნინებს საგნის მნიშვნელობას. ხო, ეს სადისკუსიო საკითხი არის და აი დღევანდელი ჩვენი კვლევაც მიუთითებს, რომ ნიოლი პრობლემა არ არის. ამაზე ჯერ კიდე შეჯერება არის, ასე ვთქვათ, საჭირო. აკნინებს თუ პირიქით. ეხმარება, ხო? STEM უნარჩვევებად შეგახსენებთ, რომ ითვლება, რომ ეს არის პროექტის პრობლემურია საკვლევი საკითხის, ესე იგი, აქტუალობების დასაუთება, თეორიული მასალებზე, როდესაც მუშაობ, შეიმუშავებ აუცილებლად ინტერაქტიულ მოდელს, რომელსაც გამოიყენებ ან კვლევაში, ან ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრაში, ბავშვები აუცილებლად აი ამ მონაცემებს უნდა აანალიზებდნენ, ჩვენ მათ გვერდში უნდა ვედგათ, ესეც ბუნებრივი პროცესი არის. მაგრამ უბრალოდ მუნჯად იდგენ და გვიყურებდნენ ჩვენ როგორ ვაკეთებთ მოდელს და კონსტრუქტორებით მუშაობდნენ, აი ეს არ უნდა იყოს, ანუ ეს ჩამონათვალი ამისკენ გვიბიძგებს და ამ რჩევას გვაძლევს, ნახეთ? და პროექტების შედეგების პრეზენტაცია სადღაც უხდება, ხო? სკოლაში ვაჩვენებთ, შეიძლება რაღაც კონფერენციაზე წავიღოთ, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ შორის ესეთი სივრცე შექმნეს და აი აქაც მე იმედი მაქვს დადგება მომენტი, როდესაც ამ ჩვენ შეხვედრებზე სკოლებიც ჩაერთვებიან და რაღაცა თავის გამოცდილებას გაგვიზიარებენ, ხო? ეს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდე, რომ აი რაღაც რო გააკეთეს, სადღაც შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გააზიარონ, რა. ამიტომაც აქტიურები უნდა იყვნენ უფრო ბავშვები. ნუ ჩვენ ცალსახად ფასილიტატორების დონეზე ვართ. რაც შეეხება აი ამ ეგრეთ წოდებულ ინჟინერული აზროვნების წრეს, რომელსაც ახლა მე დიდი ხანი ამაზე არ ვისაუბრებ, ხო? მეთოდოლოგიურად STEM სწავლების კონცეფცია გულისხმობს, რომ ეს წრე ბავშვებთან მუშაობის პროცესში მსჯელობით, კეთებით ჩვენ უნდა გავიაროთ რა. განსაკუთრებით დააკვირდით, არის საინტერესო მომენტი, როდესაც ჯერ პროტოტიპს ვქმნით ინჟინერულს, ხო? და ვიღებთ პირველად შედეგებს და შემდეგ რაღაცა თუ მუშაობს ან არ მუშაობს, მერე მას ვაუმჯობესებთ და ის გვაძლევს საბოლოო შედეგს. ნუ სასწავლო პროცესში ვიცით, რომ შეცდომებზე დაფუძნებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი არის. და აქ ჩვენ საქმეში ხო საერთოდ, აქ არასოდეს არც ერთი მოდელი გავიწყო, ჩვენ გამოცდილებაში, აგერ ჩემზე გაცილებით უფრო მეტი პროფესიონალი არის ნუგზარე, მაგრამ ისეც კი რომ მუშაობს, აუცილებლად მე რაღაც მომენტში რაღაცა არ მუშაობს, რაღაცა ისე არ წავა და აი ამის გაანალიზება, რა არ მუშაობს, სად ვიპოვოთ, სად გადავწყვიტოთ პრობლემა, კიდე ორმაგად უფრო მეტ შედეგს გვაძლევს, შედეგს აძლევს ბავშვს, როგორც შესწავლაში, იმ ფარული მეცნიერული კონცეფციების, ასევე თუნდაც იმ პრაქტიკულ პრობლემაზე მუშაობაში. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის რა. მეცნიერული დისკუსია, ხო? მთელი მუშაობა, განსაკუთრებით როცა გუნდი მუშაობს, ეს არის დისკუსია რა. ეს არის ანალიზი, ეს არის გადაჭრის გზევები. ეხლა რატო უსვამთ ამას ხალხს? ერთი მხრივ ეს თითქოს აშკარა არის, ხო?
მაგრამ სამწუხაროდ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში, რაც ეგ მე-5 წელი დაიწყო და ჩვენი პროგრამა ესე იგი მუშაობს, ხო? ჩვენ ზოგჯერ ვაწყდებით, რომ მასწავლებელი დომინირებს მოსწავლეებზე. და დისკუსია იქ არ ჩანს. ასე ვთქვათ, იქ რჩება ეჭვი, რომ უბრალოდ, მასწავლებლის ხელმძღვანელობით ბავშვებმა გააკეთეს, შეიძლება ზოგჯერ ისეთ შემთხვევაც არის, რომ ნახევარი მაინც თუ უფრო მეტი არა, უფროსის გაკეთებული არის და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ამას რაღაც ინტერპრეტირებას აკეთებენ გარკვეული პრეზენტაციის დროს. ესეთი პროცესი არ არის STEM სწავლება რა. ეს უკვე მოჩვენებითობა არის, ამიტომ რაღაცნაირად, ყველა მხრივ უნდა შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში, რომ ამაზე ვარი ვთქვათ, აუცილებელი არის რა, იმიტომ რომ მეცნიერული დისკუსია გარკვეული პრობლემის გარშემო ეს არის სწორედ STEM სწავლების ერთ-ერთი მახასიათებელი, ხო? ეხლა რა არის აქ? აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენა. აქ არის ცნებები და ტერმინები, ხო? არგუმენტაცია, კი ბატონო. კითხვის დასმები მინდა გითხრათ და ჰიპოთეზები როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი. აი, ყოფილა ჩვენთან ესეთი შემთხვევა, რომ მოდის თქვათ ვიღაცა კოლეგა და გვეუბნება, რომ აუ იცით, აი მოდით რაღაცა პროექტი რომ მოიგონოთ ჩვენი სკოლისათვის, იმიტომ რომ აი რაღაცა ფესტივალზე ჩვენ რო ის გავიტანოთ. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ესეთი რაღაცაც ნახეთ, მაგრამ ეს არ ღვევს მთლიანად კონცეფციას, ისთვისაც ჩვენ წამოვიწყეთ მთელი ეს მოძრაობა, ხო? და როგორც სხვა ქვეყნებში არის მოძრაობა, ანუ ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ეტაპი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ბავშვებში მარტო мотиваციის გაზრდა კი არა, აი ზუსტად ამ თავარი იდეების წამოღება. ამიტომაც აქ ჩვენი მხრიდან მოსმენის უნარი არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი და ბავშვების ერთმანეთის ხო საერთოდ, ხო? როდესაც წვილებში ვამუშავებ სწავლების დროს, იგივე მათაც ხშირად არის, რომ ერთ-ერთი მოსწავლე იწყებს დომინირებას თავის კოლეგებზე რა. და რაღაცნაირად ეს პროცესი გასაკონტროლებელი არა, მაგრამ მისახედი არის რა. ესე არ უნდა მიუშვათ რა. არ უნდა იყოს STEM სწავლებაში ისე რომ გუნდი მუშაობს და სინამდვილეში ერთი ადამიანი მუშაობს, დანარჩენი უბრალოდ უყურებენ. რო არ ყოფილიყო ესეთ შემთხვევებში, მართლა ამაზე ყურადღებას არ გამოვავახვილებთ, ხო? თანამშრომლობა, პატივისცემა, კრიტიკული აზროვნება, მტკიცებას დაყრდნობით, ეს ყველაფერი გასაგებია. თანამშრომლობაზე და პატივისცემაზე, იცით, ვიტყვი ერთ სიტყვას. თანამშრომლობის და პატივისცემის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი არის, როდესაც შენ არა რაღაცა მტრულ კონკურენციაში გადადიხარ, ხო? აი შეჯიბრების დროს გვინახია რა. და როდესაც შენ გვერდზე ვიღაცა ჯგუფი, ვთქვათ, ამ პირველი აკეთებს, ან რაღაცას უფრო ადრე მიხვდა და მეორეგან იწყება რაღაცა ტრაგედია. კი, გასაგებია ემოცია შეჯიბრებაში არის და არ გამოდის ამ კონკურენციის გარეშე, ხო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თეორიები კონკურენციის გარეშე როგორ შეიძლება წავმართოთ სასწავლო პროცესი, მაგრამ კონკურენცია რომლიდანაც შეიძლება განაწყენებული ბავშვები და განაწყენებული მასწავლებლები წავიდნენ STEM სწავლების პროცესში რა. მე ვფიქრობ, რომ ეს თვითონ ამ პროცესისათვის დამღუპველი არის რა. ამიტომაც ამაზეც დასაფიქრებელი არის. აი ეს პრეზენტაცია დარჩება და ეს პირველი ნაწილი ჩათვალეთ, რომ რაღაცა გამოწვევასავით არის, სანამდე აი ამ კვლევის შედეგებს წარმოვადგენ. აი თუ ამ სისტემაზე, რაც ახლა აქამდე თქვი, ჩვენ თანხმდებით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ რაღაცა აი ერთი მიმართულებით ხედვა გვაქვს, რას ნიშნავს ეს STEM სწავლება და ესე იგი რა პრობლემები გვაქვს დასაძლევი ჩვენ აი იმ პროცესში კლუბებში იქნება თუ არაფორმალური ეს კლუბებში იქნება თუ ფორმალურ განათლებაში, როდესაც ვცდილობთ, რომ შემოვიტანოთ STEM სწავლება. კარგით, აი რაც ახლა ვთქვი, ამაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ თანხმდებით თუ რაიმე კითხვებს იწვევს. აი ესეთი მახასიათებლები აი ამ კონცეფციის STEM სწავლების, უბრალოდ აი ერთი ამით ვინმეს გაქვთ სურვილი რომ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება. და მე კვლევის იმას გადავალ. ხო, რაღაც ხელის აწევით თუ იმას გამოუჩნდება სურვილი რომ გამოთქვას მოსაზრება. კარგით, ჯერჯერობით სურვილებს ვერ ვხედავ. ხო, აი თათია გისმენთ, ესეთ სახელით არის. აბა თათია, აბა ჩართეთ მიკროფონი. შეგიძლიათ რომ ჩართოთ მიკროფონი, თუ მე უნდა ჩაგირთოთ. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ.
აი ნახეთ ცნებები და ტერმინები რომ გვიწერია. აი კონკრეტულად რო ვთქვათ, აქ რომელ ცნებებს და ტერმინებს გულისხმობთ თქვენ? ანუ თვითონ ეს Arduino-ს სწავლებაში რაც არის თუ ზოგადად სამეცნიერო ტერმინებს? მაგალითად თუ ჩვენ ვაკეთებთ ფოტორეზისტორზე სიტყვაზე რაღაცა პროექტებს, ხო? და სინათლეს და სინათლის სპექტრზე არის ექსპერიმენტი, ხო? აქ არის ლაპარაკი, რომ ენაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სკოლაში სწავლება სინათლის სპექტრი, ხო? ანდა მაგალითად მე მაქვს რაღაცა მოდელი სიტყვაზე აკვარიუმის თევზებს, რომ ავტომატურად საჭველი მივაწოდე, როდესაც სახში არ ვიქნები, ხო? აქაც რაღაც კავშირი გვაქვს თევზებთან, იმ წყლის თვისებებთან, ან იმ საკვების თვისებებთან. იმ ტერმინებზეა ლაპარაკი, რომლითაც ბავშვებთან ჩვენ მეცნიერებას ვსწავლობთ. იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ პირობითად ხალხურ ენაზე, ხო? რომ რაღაც აი ის რაღაცა როგორ არის, ჭიასავით დაკლაკნილიო, გახსოვთ ხო შერეგილებში რქვა. ხო და აქ არის ლაპარაკი, რომ ბავშვები, რასაც სკოლაში სწავლობენ, აი ეს ომი, რეზისტორი, ხშირად რომ ნერვიულობენ, რომ აუ მას ეს რაღაცა საშინელი სიტყვა არის, ხო, არ ვიცი, რა ვიცი. მიტოქონდრია და რაღაცა ამ არაფორმალურ გარემოში ჩემი მეტყველების შემადგენელი ნაწილი გახდეს რა. იმიტომ რომ აქ აღარა ვარ ახლა ძალით, ხო, კლუბში. შესაბამისად ეს ინიციატივა მოდის მასწავლებლისაგან. ანუ მე თუ ესე ვეუბნები, რომ აი ეს მომაწოდე, აი ხა ის იმიტომ არ მუშაობს, რომ ამის უკან რაღაცა წინაღობის კანონი არის თუ რაღაცა ქიმიური რაღაცა კანონი არ მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა არასწორად გავაკეთეთ, ხო? მაშინ ბავშვი იძულებულია, რომ ამ ენაზე გადმოვიდეს. რა, ესა და ეს იგულისხმება. იმიტომ რომ არის ეგეთი შემთხვევები, რომ შეიძლება ჩვენ გავამარტივოთ რა ჩვენი ენა, მაგრამ გავახსენოთ, წაიკითხოს, დასვას კითხვა, რომ ეგ რას ნიშნავს. ჩაიხედე, არ ვიცი, დღეს ხო ყველა ხელოვნური ინტელექტით დადის, ხო, ჯიბეში, ხო? ასე რომ აი ამას ნიშნავს ეს, მეც არაფერს. კარგით, მადლობთ. კი ბატონო. კარგით, მაშინ მე ესე იგი გავაგრძელებ, ხო, ისევ მასე გადავალ აი ამ გაზიარებულ პრეზენტაციაზე და აი ეს კვლევა მინდა რომ წარმოგიდგინოთ. შეხედეთ, ეს არის ესე იგი STEM კომპეტენციები და გამოწვევები და კვლევები 2024 წლის რამოდენიმე ავტორის, აგერ არის ერთი იტალიელი არის მე მგონი და მე მგონი ორი პოლონელები არიან. ესე იგი მათ გამოიკლიეს ევროპის ქვეყნებში როგორ მიმდინარეობს STEM სწავლების პროცესი. და აი ნახეთ რა ტენდენციებს პოულობენ ისინი, შეხედეთ. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ესე იგი შედეგი, რომელიც მათ ნახეს, ძალიან პარადოქსულია, ხო? ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ნახეთ საშუალო განათლებაში მაინც დისციპლინარულ საბუნებისმეტყველო განათლებაზე არის გადასული. ეხლა რას ნიშნავს გადასული, ხო? და რას ნიშნავს თავი დააღწია ინტეგრებულ STEM მიდგომას. ანუ ენთუზიაზმი, როდესაც საუკუნის დასაწყისში იწყება, რომ აუ მოდით შემოვიტანოთ საგანი STEM-ი, ესეთი ცდილობებიც ჰქონდათ რა. სადაც რაღაცა ინტეგრირებული არის რამოდენიმე საგანი, შედეგების მიხედვით კვლევების, მაინც განათლების პოლიტიკის გამსაზღვრელებმა არაფორმალურს არ ვეხები, ანუ ფორმალური აი სკოლაში საგნების სწავლის დონებაზე, რომ საგანი შემოსულიყო. მაინც უმრავლესობამ ვარი თქვა. ცდილობა ჰქონდათ, მე ისევ დაუბრუნდე, ხო? და მაინც ესე იგი დღესდღეობით მაინც უფრო ესეთი ხედვა არის, რომ ესე იგი ძირითადი აკადემიური სწავლება დისციპლინარული სახით მიმდინარეობს. ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა და ასე შემდეგ, ხო? მიუხედავად იმისა, შეხედეთ, რომ ესე იგი ლიტერატურა კვლევები იძახის, რომ STEM განათლება ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? მისი გრძელვადიანი შეხედეთ შედეგები, ანუ რითი ვზომავთ ჩვენ შედეგებს? ზოგჯერ ტესტირებით იშოვება, ნუ სამწუხაროდ უმრავლესად ესე ხდება, ხო? ანდა გარკვეულ გამოცდების ჩაბარებით, სადღაც, ხო? აი აქ რო კავშირი იყოს, რომ STEM სწავლება პირდაპირ ამაზე იმოქმედებს და კიდევ უფრო გაუმჯობესებს რა, რა ვიცი, მისაღები გამოცდებისაც მოსამზადებლად ბავშვს მაგალითად ფიზიკაში ან ბიოლოგიაში. ეგეთ რამეს კვლევები ჯერჯერობით არ აჩვენებენ რა. ამიტომაც კი ყველას მოწონს, ყველა იძახის, რომ მოტივაციაზე მაგრა მოქმედებს, გონებას მაგრა ხსნის, მაგრამ ნუ აი ეს არის რაღაცა ტიპი პროექტების, ეს პროცესი პარალელურად მიდის, მაგრამ საგნები ისწავლება დისციპლინარულად. ნახეთ?
თუმცა ნახეთ როგორ არის გერმანია, იტალია, ავსტრია, სლოვენია, ფინეთი ფოკუსირებული არის, ხო? სტანდარტების და პედაგოგიური მიდგომების გაუმჯობესებაზე STEM-ის მიმართულებით. შეხედეთ? ანუ ისინი მუშაობენ იმაზე, რომ აი მაგალითად ჩვენ ეროვნულ სასწავლო გეგმაში თქვენ სიტყვა STEM-ს ჯერჯერობით ვერსად ვერ იპოვეთ. ესენი ცდილობენ, რომ ინტეგრირება გააკეთონ და რაღაცა ნაწილი გახდეს ყველა საბუნებისმეტყველო თუ ხელოვნების თუ სადაც შესაძლებელია, რომ STEM პროექტზე მუშაობა შევიდეს ფორმალურ განათლებაში, რომ მათ შორის იყოს, ესე იგი, სტანდარტის ნაწილიც და საგნის სწავლების მეთოდოლოგიის, ასე ვთქვათ, ნაწილი. ამავე დროს თითქმის ყველა ქვეყანა თანხმდება, რომ კლასგარეშე STEM აქტივობები ამდიდრებს ყველა სწავლას ქვეყანაში და აი მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ჩეხეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ხორვატია, იქ პირდაპირ კვლევები უჩვენებს, რომ არაფორმალურში STEM კლუბების არსებობა პირდაპირ აჩვენებს, რომ მოტივაცია იზრდება ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკის, ასე ვთქვათ და ფიზიკის სწავლების რა. ამიტომ აუცილებლადაც კი ხდიან, რომ ყველაფერი გააკეთოს განათლების სისტემამ, რომ შექმნას გარემო და ბავშვებმა არაფორმალურ განათლებაში სივრცეში სწორედ STEM-ით, ასე ვთქვათ, იმუშაონ. ნახეთ. აშკარად დისციპლინები ერთმანეთთან სიმბიოზურად მუშაობენ, ხო? და ერთმანეთს აძლიერებენ. კვლევა ამას უჩვენებს, ნახეთ. მეცნიერება ზოგადად თეორიულ საფუძვლებს გვთავაზობს, ხო, იმ ცხოვრების წესების, რითაც მუშაობს ჩვენი სამყარო, ხო? ტექნოლოგიაში, როდესაც გადავდივართ, ხო, აი ზოგჯერ ყოფილა ხოლმე, რომ ზოგიერთ ჩემ კოლეგას უთქვია, რომ უკაცო ესეც ხო STEM-ია, მაგრამ აუცილებელია ეს რაღაცა ინჟინერული პროექტის გაკეთება თუ იქ რაღაცა Arduino-ს თუ რაღაც შეტანა, ხო აუცილებელი არის. შეხედეთ, ეხლა რატო? იმიტომ რომ ტექნოლოგია ეს არის ფაქტიურად აი ის მეცნიერული თეორია, რომ გარდაიქმნება რაღაცა პრაქტიკად რა. და ინჟინერია კი ეს არის მეთოდოლოგია, ხო? იმიტომ რომ ის ტექნოლოგიური რაღაცა მოდელი, რომელიც უნდა გაკეთდეს, არ ვიცი მე, ადამიანისთვის სასარგებლო თუ ბუნებრივი გარემოსათვის, სწორედ ინჟინერიული მეთოდებით ის მერე ცოცხლდება და იქმნება. და მათემატიკურ ანალიზს და დიზაინს, როგორც ინსტრუმენტების გამოყენებას ჩვენ ვერ გავექცევით, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი დათვლადია, ყველაფერი გასაანგარიშებელი არის, ყველა სამუშაო თუ ჩვენ გვინდა რომ ამან იმუშაოს, ნახეთ. და შესაბამისად აი ერთ-ერთი მკვლევარი ქმნის ესეთ თეზის თქვენ ხედავთ, ხო, რომ ერთად ისინი ქმნიან, რომ ერთიან დინამიურ საგანმანათლებლო ჩარჩოსო. რათა მოამზადონ სტუდენტები ზუსტად ისეთ სამყაროში შესასვლელად, სადაც ტექნოლოგიებზე ორიენტირებულია ეს ყველაფერი, რა. ხო, თუმცა სამწუხარო მოვლენა არის, რომ პრაქტიკაში ეს ყველაფერი, აი ეს ლამაზი მსჯელობა, რომელიც ახლა სლაიდზე არის, რომ დაინერგოს, ესე ლამაზად თლად არ გამოდის, ნახეთ. რატო არ გამოდის? ეხლა ესეც ძალიან საინტერესო არის, რა, იმიტომ რომ ჩვენ წინაშე დგას ეს პრობლემები, როდესაც ან სხვას უმტკიცებთ, რომ STEM სწავლება პრიორიტეტული შეიძლება გახდეს, ან ბავშვებს გვინდა რომ დავანახოთ, ხო, აი სად გადავდივართ ამ STEM-ში, ნახეთ. ხა საქმე იმაში არის, ნახეთ, რომ აი რაც ეს თეზის გვეუბნება, რომ მეცნიერება მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს და თვითონს აქვს ძალიან ისეთი ინსტიტუციური ტრადიციები, რა. წლების განმავლობაში არის იქ შემუშავებული სწავლების მეთოდოლოგია, გარკვეული მაგალითები, ექსპერიმენტები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ხო, კავშირებს, რომელსაც უშვენებთ. და ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში ამ ჩარჩოების გარღვევა არ არის ესეთი ადვილი და საერთოდ კითხვა არის, რომ საჭირო არის კი ეს ჩარჩოები გავარღვევოთ, ხო? ამიტომაც აი ერთიანი სასწავლო გეგმის შემუშავებისას, ხო, რომელიც STEM-ისთვისაც იქნება შეგიძლიათ ინტეგრირებული, ხო? ეს გარკვეულწილად სირთულეებს ქმნის. და ეს სირთულეები ესე ადვილად ვიცოდეთ, რომ არ არის არც სხვა ქვეყნებში ესე იგი დაძლეული, ნახეთ. რაც შეეხება მათემატიკას, ნახეთ, ესე იგი, მათემატიკა სუფთა თეორიული ჩარჩოარი და ინსტრუმენტი, რომელიც კრავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, ხო? და ის აუცილებელი არის, რა. ამიტომაც ის თუ დაგვრჩება გარეთ და მის ადგილზე და მასზე სასაუბროდ ადგილს თუ ჩვენ ვერ ვიპოვეთ პროექტზე მუშაობის დროს, ხო? და აი მომავალში, როდესაც ჩვენ რაღაცა პროექტებს განვიხილავთ, ჩვენ შევეცდებით, რომ
აი რაღაცნაირად ერთად გავიაროთ, როგორ შეიძლება, როგორ კეთდება ეს, რომ მათემატიკა შემოდის რა. სოციალურად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა მათემატიკოსების დახმარება ამ საკითხში. მათემატიკოსები სულ მაინც ესე იგი ჩვენი STEM-ი თავის მათემატიკაში გადაყავდათ რა. მაგრამ ვაგრძელებთ ისე ამაზე კოლეგების თან დისკუსიასაც და ძებნასაც მათსაც რა. და საბოლოოდ რო ვთქვათ, ნახეთ, რომ შევჯერდეთ, რომ შეჯამების ეგრე რომ წავიდეთ, კვლევა იძახის, რომ STEM-ი არ წარმოადგენს რაღაცა კონკრეტულ სასწავლო გეგმას. ან აი როგორ ვთქვათ, ჩვენ ცდილობაც რო გქონდეს, რომ გავაფორმალუროთ, ხო, STEM-ის სწავლის რაღაც ეროვნული სასწავლო გეგმა რო შევქმნათ. არასწორი იქნება, ნახეთ. პირიქით, ეს არის, ნახეთ, პროგრამირების ფორმულირების მრავალი გზის არსებობა რა. თუნდაც საგნობრივი სხვადასხვა მიმართულებით რო შევდივართ STEM-ში, ნახეთ. ამიტომაც არის დღემდე, ესე იგი, თუ დისკუსია, რომ რა მოიაზრება ამ STEM-ის ქვეშ, ხო? რაღაც Arduino-თი გაკეთებული პროექტი, თუ მაგალითად შესანიშნავი ქიმიური კვლევა, ან რაღაცა ბიოლოგიური კვლევა, რომელიც საერთოდ ტყეში არის ჩატარებული რა. მე პირადად, რა ვიცი, ჩვენ ვემხრობით იმას, რომ რაც შეიძლება ფართოდ შევხედოთ STEM-ის სწავლებას და არ დაუპირისპიროთ ეს მიმართულებები ერთმანეთს. ნახეთ, ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო ჩარევა, რომელიც აი ოდნავ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან, ტექნოლოგიასთან, ინჟინერიასთან და ერთდროულად, ხო? არ ვიცი, როგორც აი რაღაც ტელეფონი თვითონ ჩვენთაგანი, მაგალითად, რომელსაც ყოველდღიურად ვყარავთ. ეს უკვე არის STEM ინოვაცია, ნახეთ. რაღაცა ხელოვნური გული მოფიქრება, ეს არის STEM ინოვაცია. დღეს აი ჩვენ Facebook ჯგუფში გავაზიარე საოცარი მაგალითი გოგონასი, რომელსაც ორივე ხელი აქვს რობოტის ხელებით, ანუ ხელოვნური ხელი აქვს ორივე და ეს გოგო სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ხო? აი ეს არის STEM-ი, ნახეთ. ნახეთ, აი ბოლო თეზისი STEM-ის შესახებ გამყარებული აღქვის არარსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში. ემუქრება მართლა, რომ შეიძლება კითხვის ნიშნისთვის დადგეს STEM სწავლება არის ფასეული თუ არ არის ფასეული, ნახეთ. და ესე იგი, შესაძლებელი არის, რომ ის წარმატებები, რომელიც თქვენ გვაქვს ამ მხრივ რა, ჩვენ თუ გარკვეულ აკადემიურ სწავლების შედეგებს ვერ დაუკავშირეთ სისტემურად ყოველ შემთხვევისათვის, ხო? მაშინ გადააჭარბოს აი ამ წარმატებებს, რითაც დღეს ყველა აფრთხილებულია STEM-ში და მთელ მსოფლიოში ყველა ამას ასე იგი გზნობს რა. ამიტომაც აი ეს დისკუსია გასაგებია, რომ ბავშვები ბოლოს და ბოლოს დაამთავრებენ სკოლას და ტექნოლოგიური მიმართულებით თუ სწავლენ და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში ისწავლიან, ისინი გავლავენ იმ STEM-ში, მაგრამ აი სკოლის ადგილზე არის აქ ლაპარაკი, სკოლაში STEM-ის ადგილზე რა. ანუ არის ხალხი, ვინც ემხრობა, რომ STEM-ის თავისი ადგილი სკოლაში უნდა მოძებნოს და ეძებს ამის არგუმენტაციას, თუმცა არიან სკეპტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მაინც საგნობრივი სწავლა უფრო პირველადი არის და STEM-ი ფორმალურ სწავლებაში საერთოდ ვერ ხედავენ მის ადგილს, რომ არ შემცირდეს და არ დაკნინდეს კი არა და არ დაზიანდეს აკადემიური ცოდნის მიღება საგნობრივი მიმართულებით და მხოლოდ არ ფორმალურში ხედავენ მის ადგილს. სულ ბოლოში შეჯამებისათვის აი აქ მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ ორიგინალში აი ამ ცხრილს, რომელიც რაღაცა სადაც ქართულად გადმოგვეტანა, ხო? და აი რომ დავინახოთ ეს საფრთხეები და წინააღმდეგობები, რომელიც ხდება STEM სწავლებაში, ხო? აი გარჩეული არის ამ ცნობილი ცხრილით, ხო? და შეხედეთ, რომელიც ხდება წინააღმდეგობებში, და ახლა ჩამოთვლილი არის ეს არის, რომ სკოლებში სტრუქტურა, სუფთა სამუშაო ნაკლებად არის ამ ეტაპზე განვითარებული. ეს არ არის ხება საქართველოს სკოლებზე, ეს ევროპის სკოლებზე არის. ხშირი ტესტირება არის სკოლებში და ტესტირება სულ სხვა მომზადებას საჭიროებს და შესაბამისად STEM-ის დრო აქ არავის არ აქვს. დრო, როდის უნდა იმუშაოს ბავშვებმა, ხო, პროექტებზე, ისე ვიძახი სასკოლო გარემოში. პროფესიული განვითარება STEM-ის მიმართულებით ჩვენი კოლეგების, ჩვენი დიდების, მასწავლებლების არ არის ისეთი ინტენსიური, რომ ეწეოდეს ყოველ შემთხვევაში დღეს არსებულ საზოგადოებაში მოთხოვნას, მოწყობილობები გასაგებია და დაფინანსებაც. უნდა ვთქვათ, რომ აი მაგალითად დაფინანსების წინააღმდეგობა, როდესაც ჩვენმა მეზობელმა თურქეთის სახელმწიფომ მიზნად დაისახა, რომ STEM სწავლება გამხდარიყო ფორმალური სწავლების პროცესის შემადგენელი ნაწილი, მან უზარმაზარი დაფინანსება ჩადო ამაში და აგერ 15 წელიწადში მოაღწია საოცარ ტექნოლოგიურ გარღვევას. მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, ხო? ზოგიერთი ქვეყანა ისევ
ნელ-ნელა მიდის ამ გზაზე. ეხლა მოსწავლეს რა წინააღმდეგობებიც ხდება, ხო? ეს არის რომ ნაკლებობა არის წინარე გამოცდილების და ჩვენ ხშირად შეგვხედრია ბავშვები, რომლებსაც ეშინიათ აი ამ ელექტროინჟინერიის დაწყება, იმიტომ რომ გონიათ რომ შეიძლება ამ პროცესში რაღაცა არ გამოუვიდეთ, ხო? და თავიდანვე ვარს ამბობენ, გონიათ რომ აი ეს რაღაც ფიზიკის ვისაც აინტერესებს მარტო იმათთვის არის და მშობლების ხარდაჭერაც ძალიან დიდი არ არის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ STEM კლუბების რაოდენობა კერძო იზრდება და მშობლები უფრო და უფრო ხარჯავენ ფულს კერძო სივრცეში. შეიძლება ეს ძალიან დიდი იცვლება არ არის, მაგრამ კერძო სკოლებისათვის STEM სწავლება მოკლედ ერთ-ერთი შემოსავლის წყარო გახდა, ასე რომ ვთქვათ რა. ეხლა რა შეგვიძლია შევცვალოთ, ნახეთ. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ვეცადოთ, რომ საკლასო გარემო შევცვალოთ. და ეს ჩვენი ორი ლაბორატორიის მოდელი სწორედ ამისთვის არის, რომ გარკვეული რჩევა არის და მიმართულება როგორ შეიძლება წავიდეს. ფოკუსი კლასში და აქცენტები ჩვეულებრივ, მაგალითად მე ბიოლოგი ვარ და ბიოლოგიის სწავლების დროს მუდმივი პარალელები, ჩვენება რაღაც გარკვეული პროექტების თვითგანათლება ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამის საშუალება დისტანციურად იგივე ჩვენ ტინკერკადის პროექტი არის თუ სხვა განვიხილეთ ზოგადად და უფრო მეტად განვიხილავთ. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ ვისწავლოთ ის, რასაც მე ბავშვებს ვასწავლით და საკლასო მასალები რა. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში მოიკიდებს, მე იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ ამ შეთავაზების გაჟღერებას, რომ სკოლის ადმინისტრაციები მიხვდებიან, რომ თუნდაც ამ კლუბებისათვის უფრო მეტი თანხა უნდა გაიღონ, არა მარტო მანდამაინც მშობლების ხარჯზე, რა თვითონ სკოლამ, რომ გარკვეული ლაბორატორიების STEM მიმართულებით შეიქმნას და შემდეგ ის მერე ფორმალურმა სასწავლო პროცესმაც გამოიყენოს. და ბავშვების მხრივ, ხო, რა შეგვიძლია შევცვალოთ? მოტივაცია, შინაარსი საგნობრივი უფრო იყოს, ასე ვთქვათ, ინტეგრირებული თემებისაკენ და კომპლექსური თემებისაკენ, მათი ინტერესი ჩართულობა და ხარდაჭერა და დახმარება, რომ მათ დაინახონ, რომ ეს შესაძლებელი არის. რომ ისინი შეძლებენ, იმიტომ რომ საკმარისია 2-3 პროექტი ბავშვს საკუთარი ხელით გააკეთოს, თუ ყოველ შემთხვევაში 10-დან 6-7 გამოთქვას სურვილს, რომ კიდე გაიმეოროს ეს პროექტები. აი ეს არის გარკვეული შედეგები აი ამ კვლევის, რომელიც მე მინდოდა მეჩვენებინა და რა ვიცი, მე მგონი აი საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები, მე მგონი წააგავს იმ პროცესებს, რომელიც ჩვენ სკოლებში მიდის, რას ფიქრობს, კოლეგებო? არა? ვის აქვს სურვილი ამ შედეგების განხილვის? მაწეული ხელი, ეჯერობით არ ჩანს. ნუ გზა დაბრუნდი? ხო, ანა გისმენთ? მოგესალმებით და მინდა ისე ველოდებოდი, რომ ყოფილიყო დღეს ჩანიშნული. აი, დღევანდელი თქვენი ეს წინაპირობები სწავლებაში ვუძღვებით STEAM, ასე ვთქვათ, პროექტებს და ბევრი თქვენს მიერ გაშუქებული საკითხი დამიდგა თვალწინ, რაც ჩემ თავს ვეკითხებოდი. ერთი ეს არის მოჩვენებითობა, რომ ნამდვილად ის დამოუკიდებლობა უნდა დავინახოთ და დაინახოს პროექტის გაკეთებისას. ის დამოუკიდებელი კითხვები, თეორია და იმეტყველოს ფიზიკის ტერმინოლოგიით. აბსოლუტურად გეთანხმებით და სასიამოვნოდ იყო მოსასმენი და მრავლის თქმელი თქვენს მიერ. ხო, დიახ. ნახეთ, ეხლა ჩვენ თითქოს გავდივართ, რომ ეს ბუმი არის რა ამ STEM-ის სწავლების. და ნუ ყველას უხარია რაღაც მოდელებს აშენებენ, აი ჩვენ ოთახში დევს, სხვადასხვა რობოტები, რაღაცა რა ვიცი, ციმციმებს, ზახმებს უშვებს და ასე შემდეგ. ამავე დროს აი ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ როდესაც უამრავი ფული დაიხარჯა, ხო და გავიდა უკვე თითქმის, რა ვიცი, რამდენი წელი 90-იანი წლებიდან დაიწყეს სისტემური მუშაობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30 წელიწადი
ევროპის ქვეყნებში და თუ ჩვენ მათ საგანმანათლებლო სივრცეში განვიხილავთ საკუთარ თავს და მსოფლიოშიც, გავიდა ამ ხელა დრო, ხო, როდესაც უკვე STEM-ი ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. კვლევებმა მაინც ჯერ ბოლომდე ვერ დაადასტურეს, რომ აი ეს მეცნიერული ცოდნა, რომელიც არის, ხო, სკოლაში მიღებული, პირდაპირ გადმოდის ამ STEM-ში და STEM-ი ეხმარება. ამიტომაც აქ მასწავლებლის როლი, რომ პროექტზე მუშაობის დროს დაუთმოს დრო საგნობრივი კუთხით რა პროცესები დგას, ხო? აი ეს რაღაცა პატარა ელექტრო-ლედ ნატურა რომ აქვს, ხო? აი ეს ლედ ნატურა რატო ანათებს ესე? რა ნივთიერებები არის შიგნით? აბა ქიმიაში ისწავლეს ეს ნივთიერებები? აი ლურჯი ლედ ნატურას რომელი ნივთიერება ჭირდება, წითელს რომელი ნივთიერება ჭირდება, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ნახეთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ უბრალოდ პირობითად რო ვთქვათ, ჭალებში გავწრფნით ბავშვებს, ხო? რომ რაღაცა პროექტი გაიტანონ სადღაც თუ გზად ფესტივალზე, ხო? გასაგებია რომ ისინი გაიტანონ რა და მე იტყვიან რომ აუ მე რო გავიზდები, გავაკეთებ კოსმოსურ რაკეტას რა. მაგრამ ამისთვის არ იყო, ნახეთ, მოფიქრებული ეს STEM-ი. ანუ ფაქტიურად აი როგორც გააზრებული კითხვა არის გაუაზრებელი STEM-ი და არის გააზრებული STEM-ი რა. და გააზრებული STEM-ი მე მესმის ახლა შეიძლება აქ უფრო ფიზიკის მასწავლებლები ჭარბობთ, ხო? მაგრამ ესე ვიტყვი რომ თუ შენ ვერ დაინახავ ულტრასონიკში აი ბგერების რაღაცა ბიოლოგიას, ხო? თუ შენ ვერ დაინახავ აი ამ ლედ ნატურებში იმ თავის ქიმიას, რომელსაც შენ სკოლაში გასწავლიან, ხო? მაშინ მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს მუშაობა STEM-ში სახალისოა, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მისი შედეგიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კი, ეს ნამდვილად ესეა. ამიტომაც აი ეს არ არის იოლი, რომ აი მე დავიწყე Arduino ვიყიდე, რაღაცა პროექტები გავაკეთე და მორჩავ, всё, უკვე ყველაფერი მაქვს, არა. ეს არის დასაწყისი ურთულესი პროცესის, რომ ჩემი ტვინი გადაერთოს და თუ ხელში მიჭირავს რაღაცა მობილური, ამ ტექნოლოგიის თუ რაღაცის უკან დავინახო ის ძირითადი სამეცნიერო კონცეფციები და წესები, რითაც სამყარო მუშაობს. ამისთვის არის ეს ყველაფერი და ვინც ეს შეძლო, ის მერე სხვათა შორის ტექნოლოგიურადაც უფრო წინ მიდის და მე მგონი აღმოჩენები მათი უფრო მეტია, რა. კი, გეთახმები. აი ეს ლურჯი ლედ ნატურა მიკავია ხელში. თითქოს არაფერი, ხო, 5-ეთქიანი ნატურა. აი მის ტექნოლოგიის გაკეთებისთვის ნობელის პრემია მიიღო ალფიოროვმა ჯორესამ და მე იაპონელმა კიდე. აი ამის ლურჯი ნატურა. და მე მგონი წლების განმავლობაში ამას ვერ აკეთებდა. ვერა, იმიტომ არ ქონდა ფერადი ეკრანები და ფერადი. აი ამის გამო გვაქვს სრულად ფერადი ეკრანი. ამაში მთელი ფიზიკა, ქიმია ჩადებული. ჯერ ქიმია ნივთიერება რატოა ლურჯი, მერე ფიზიკა, ყველა ნივთიერებას რო თავისი გამოსხების სპექტრი აქვს. იქ ატომში ელექტრონების გადასვლა და აი მთელი კვანტური მექანიკის აგება და მთელი ქიმიის აგება შეიძლება აი მე პატარა რაღაცას. და მთელი ფიზიკა. მითხარით ნობელის პრემია მიიღო იმ რაც ჩემთან მუშაობდა ძალიან კარგად ვიცნობდი. და სხვათა შორის დავამატებ, რომ მე თვითონ აი ეს ფერადი გამოსახულება, აი ეს კამერები და ეკრანები, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო? ასევე ესეც დიდი ბიძგი მიცა, როდესაც პეპლების და მწერების თვალების, ასე ვთქვათ, ბზერის ტექნოლოგია შეისწავლეს ბიოლოგიური და შეიქმნა ზუსტად აი ხა ბედაშე რასაც უყურებთ ამ ლამაზ ეკრანს, რომელიც წერტილოვნად პიქსელებით გვიჩვენებს ჩვენ გამოსახულებას რა. და აი რაც ახლა შენ თქვი, ზუსტად მაგას გულისხმობ. ნახეთ, აი ზუსტად ახლა აი წინა თემა რაც ქალბატონმა ანამ მე მგონი და თქვენ რო შეგვეხმიანეთ, ხო? ნახეთ, ესე იგი უყურებ რა მე ამას ჩემს თავში იღვიძებს ის ქიმია, ნახეთ, უყურებ რა მე ამ პიქსელებს ჩემს გონებაში ამ ბავშვებთან ერთად ჩვენ აი ვიხსენებთ რომ უი აი გახსოვთ იქ საიდან წამოვიდა ეს აღმოჩენა, ხო? ბუზები, აბა როგორ იყურებიან, აბა პეპელას ფრთების შეფერილობა როგორ არის ქერცლები დალაგებული, აბა აი სად არის ეს ყველაფერი გამოყენებული. ამიტომ ეს არ არის უბრალოდ იგი ავაწყე კონსტრუქტორი მანქანის რა. ხო და ეხლა ბევრს გონია თან რომ ადამიანი ხედავს უამრავ ფერებს. აი ეს ფერებს როგორ ხედავს? აი სამი ფერის ნატურა მიკავია. ლურჯი, კი, რა თქმა უნდა, მეტი არც არის. ლურჯი მწვანე და თუ წითელი ჭირდება, წითელი ჭირდება. აჰა, შენ წითელი. არ არის საჭირო. სულ სამ ფერს ხედავს ადამიანი და როგორ მიიღება დანარჩენი ფერები. უამრავი ფერის სწორედ ამ სამი ფერის კომბინაცია. აი აღარ ლურჯი მწვანეა, წითელი მწვანე ლურჯი. რა ვიცი, მთელი ფიზიკის და ქიმიის აგება შეიძლება აი ამ პატარა რაღაცადება. ვითომაც ისეთი სენსორები აქვს სიტყვაზე ულტრაბგერა,
ღამურები მაგით ხედავენ, დელფინები მაგით ხედავენ, რა ვიცი, აი თვითმფრინავებს რო უყურებენ ეს რადარები მაგით ხედავენ და უამრავი ტექნიკური რაღაცების და ფიზიკის და ქიმიის შესწავლა შეიძლება უყურებთ ამას, ეს უბრალოდ პატარა სენსორია დავამაგრებთ და გაანადგურებთ. ამაში უნდა აუხსნათ მოსწავლეებს რა ფიზიკა, რა ქიმია და ასე შემდეგ. მერე ჩვენ ამით რაღაცას ერთ პატარა სიტყვაზე შუქნიშანს ვავაწყობინებთ და თუ იმის ფიზიკა იციან, ქიმია იციან, თვითონ მოსით მერე იდეები, რომ ამით კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. ისეთი კაი იდეები მოსით ხოლმე, რომ გავიცნობ. ძალიან საინტერესო, აი ულტრაბგერით მაგალითად, ეხლა თუ ძალიან გავცემდა, მაგრამ 3-4 წელს უკან ერთი ულტრაბგერა ჭირდება და პიეზო დინამიკი უსინათლოს ჯოხი გააკეთეს და პრიზი მოიგეს, სადღაც გაიტანეს. ხო, კი, ცოტა ეგ ძალიან საინტერესო მაგალითი არის, იმიტომ რომ ესე იგი ულტრასონიკის დაკავშირება, რომ ესე იგი უსინათლოებისთვის დამხმარე საშუალებები მოიძიო, ძალიან კარგი იდეა არის ცხოვრებისულ კავშირებთან. ისევე როგორც მე შეგახსენებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი 2019-ში მოსწავლეები რომ ულტრასონიკზე მუშაობდნენ, ხო? და რობოტს რომელსაც აკეთებდნენ, რომელიც არ ეჯახება, იქ ბევრი პარალელები გაივლო დელფინებთან და ღამურებთან. როდესაც ჩვენ ბიოლოგიაში ვსწავლობთ, სწორედ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები იყო, ხო? მაგრამ თვითონ ცოცხალი ორგანიზმებში როგორ არის მოწყობილი მათი დისტანციის აღქმას როგორ ახერხებენ და ღამურა როგორ ახერხებსო წინააღმდეგობებს აურიოს ამ სიბნელეში და რითი იყურება, ხო? იქ სადაც ჩვენთვის სული უკუნე არის, ეს სუფთა ბიოლოგია იყო რა. ამიტომ აი დაკავშირება ამ ერთმანეთის და თან მუშაობა მანქანა რობოტზე, რომელიც იყენებს ულტრასონიკს, იყო ზუსტად მაგალითი ამ ინტეგრაციის და გააზრების იმ პროცესების, მეცნიერული პროცესების, რაც მიდის. ისინი არის პროექტები არის ჩვენც ისე ულტრაბგერას დადებ და ეკრანზე უყურებ წინააღობა როგორ ჩდება და როგორ უყურებს წინა. დელფინი იგივე ის გადარები და ეს შემდეგ. მარტივი სკოლის დონეზე გასაკეთებელი პროექტები. კი, რომელიც სხვათა შორის რესურსი რო იყოს, ბიოლოგიის გაკვეთილებზე შეიძლება რომ განხორციელდეს. აი იგივე ძუძუმწოვრების გზნობის ორგანოების შესწავლის დროს, რომ მივხვდეთ გზნობის ორგანოები როგორ მოქმედებს, ხო? შენ შეგიძლია გააკეთო ელემენტარული სენსორების ამუშავების მოდელირება, ხო, ამ ელექტროინჟინერით, რა თქმა უნდა რესურსი დაგჭირდება სიტყვაზე წვილში თუ 3 ბავშვი, ან ნუ ყველაზე მეტი 4 კაციან გუნდში რაღაცა რესურსი რო იყოს კლასში და 45 წუთიან გაკვეთილზე ეგ 15 წუთიანი ასაწყობი მოდელია რა. ანუ ეს არის მოდელი, რომელმაც შეიძლება კი გაცილებით უფრო კარგად დაეხმაროთ გააზრებაში ამ ბიოლოგიური ესე იგი პროცესებს რა. ხო. კარგით. რამე სხვა შეკითხვა ხო არ არის? მე მინდა რომ ბოლო 10 წუთის განმავლობაში რაღაცა გაჩვენოთ, იცით? დღეს ჩვენ რაღაცა პრაქტიკულ კეთებაზე ვერ გადავალთ, ხო? მაგრამ აუცილებლად სხვა შეს მაგაზე მე სულ ვფიქრობ, რომ ხო არ დავამატოთ კიდე ერთი წალი პრაქტიკული კეთების და ხო არ გავყოთ საუბარი. იქნებ მოგწეროთ თქვენი მოსაზრება? ხო არ ჯობია რომ ესეთი შეხვედრები თუ ამის გამოხმაურება იქნება, რომ იყოს შეხვედრა, სადაც არის საუბარი და იყოს შეხვედრა, სადაც ცალკე არის კეთება. აუჩი მორიგეობით შეიძლება ისე სწორი არ ვიცი. პრაქტიკული აი წინა 3 არა, ჯობი არა, ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ პრაქტიკული ნაწილიც ჭირდება. რო ცალკე რო იყოს პრაქტიკული ნაწილი, ნახეთ? რა მინდოდა იცით რომ იმიტომ რომ 1 საათი ძალიან ცოტაა ჩვენთვის. ხო, ჩვენ ვერ ვეტევით ამ დროში. როცა პრაქტიკული ნაწილი ცოტა არის და იმ თეორიას რაღაცას მოსაუბრობ. მე მგონი მთლიანად 1 საათიანი უნდა იყოს, ის უნდა იყოს ცალკე და ეს უნდა იყოს ცალკე. რა მინდოდა იცით კოლეგებო რომ მეჩვენებინა? აი მაინც თუ ესე იგი პრაქტიკას რო არ მოუწყდეთ, ხო? მე მინდოდა მეჩვენებინა თქვენ წინაშე აი ესეთი საოცარი მოვლენა. მოჩას ხო უკაცრავად ეწამე. აცა მაინც ისე რო იყოს. დავიდე ესა. ის გაზიარება უფრო ესეთი არის. ახალი შო არის ესე ის გავაზიარებ. ხო, აი მე მგონი გამოჩნდა. შეხედეთ ჩვენ ხო ელექტრული წრედი ჩვენი პირველი ბანტელი ელექტროწრეს დაუკარგეთ. ნახეთ როგორი მიმართულება არსებობს, რომელსაც ეძახიან ეგეთ უცნაურ სახელს ჩიბიტრონიკს. ამას მე გავარკვევ რა და როგორ არის. აი თქვენ წინაშე არის სურათი, აი შეხედეთ.
აი ჩვენ წინაშე არის ჩინური ესეთი ნახატი, რომელიც ნახეთ როგორ განაცდა ყვავილები. და ახლა შეხედეთ აი ციცინათელებიც გამოჩნდნენ დელოზე. საოცარი ნახატი არის. ეს სტემი და ხელოვნება. კი, სტემი და ხელოვნება. სკოლის დონეზე გასაგებია. აგიტყვა სკოლის დონეზე დოდათული. აი შეხედეთ აქედან ესე თქვენ მიდის. ნახეთ აი ახლოდან როგორი ეფექტი არის. შესაძლოა კარგი იქნებოდა ამ პროექტების კეთება STEM-ში. შეხედეთ მაგას აი დავდი მატოვი და ზუსტად აი ეს პროგრამულად რა თქმა უნდა ნახეთ ესე იგი ეს ყველაფერი განთავსებული არის ხდებით ამ სიმწრეში. მოდით აი ცოტა გადავახვევ მე. მაგალითად ნახეთ შებერვაზე მოქმედებს ხედავთ ბაბუა წვერა სენსორი გძდობს შებერვას და ბაბუა წვერა იფანტება ჰაერში წარმოიდგინეთ როგორი ლამაზი ეფექტია. აი ხა ჩვენ ნახავთ ამ ჩინელმა ქალბატონმა როგორი ელექტრული წრედი შექმნა. შიგნით მე ცოტათი ვახობ ეს არჩება ამბავი. აი ნახეთ როგორი ფული ელექტრონული წრედი არის შექმნილი ნახატის უკან ხედავთ. ესე იგი ეს არის ელექტრონული წრედი, აი მე სპეციალურად მე წამოვიღე ეს ვიდეოს გაზიარებას როგორ შეიძლება დაჩვენებ. ეს იყიდება ჩვენ მაღაზიებში როგორ შეიძლება წრედის გაკეთება და სენსორების ჩადგმა, ხო? აი გაჩვენებთ როგორ სუნთქვაზე მოქმედებს ესე იგი სენსორი. აი აქ სენსორი გერის სენსორიც არის და ისინიც ხედავთ აი ესე ვიწრო წრედები არის გაყვანილი, რა თქმა უნდა ჯერ ბავშვებს გამუშავებენ. აი მე ეს იფარება წინიდან ნახავთ. ეხლა ნახეთ სიგნალეში როგორი ლამაზია. ნახე ხა და როგორ ეს ბაბუა წვერები როგორ იშლებიან ამაში. არა, ეს შესაძლებელი არის ეხლა. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ესე იგი რასთანა გვაქვს საქმე. ამას მე გვერდზე დავდებ. აი თქვენ ხედავთ ეგეთი აი ჩიბიტრონიქსი ესე ქვია მიმართულება არის მთელი. ეს მშვენიერი საიტი არის ნახეთ. ესე იგი ელექტრონული წრედები და უამრავ რამეში არის გამოყენებული. იმის იქით არ მიდია, ხო? გასაგებია რომ ჩვენ Arduino-ს ვიყენებთ რა და რაღაცა და ესენი ჯერ Arduino არა. აქ ჩვენ გავაჩერებთ ამას აი ეს ესე იგი ჯერ მარტივი წრედების კეთება როგორ შეიძლება, მე როგორ შეიძლება უფრო რთულ რაღაცაზე გადავიდეთ. აუცილებლად ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე უნდა ვაჩვენოთ მაკეის ერთ-ერთი ვარიანტი არის. ის რომ ნახულობდით, კი, დატვირთული კლასებში დიდია და აი აუცილებლად დაათვალიერეთ ამას ჩვენ განვათავსებთ ამ სულ ყველაფერს. აქ არის ნაწილი განათლებაში როგორ შეიძლება ეს სულ ყველაფერი გამოვიყენოთ, ნახეთ. აი education თქვი აქ ეს სახელმწიფოც არის გამოცემული, ხო? აი ნახეთ ესე იგი მასწავლებლების გადი, სტუდენტები როგორ მუშაობენ, მთელი community არის, ან წარმოიდგინეთ ეს STEM მიმართულებაში აი ეს ჩიბიტრონიქსი არის კიდე ცალკე მიმართულება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი სამწუხაროდ დღეს ამაზე მეც ვერ ვასწრებთ. მე ხა მინდა სხვა ჩვენოთ რომ აი ჩვენ რო გვიცდია ბავშვებთან მუშაობის დროს, ხო? აი მაგალითად გაჩვენებთ რომ აი ესეთი მარტივი ის არის, მაგალითად ჩვენ ვცდილობდით რომ გაგვეკეთებინა ესე იგი გაგვეცოცხლებინა LED ნატურებით მისალოცი ისინი, ხო? და შესაბამისად ეს ყველაზე მარტივი არის. აი როდესაც ჩვენ შეგვიძლია ესე იგი მისი წესრიგათო გამოჩნდეს აი ესე, ხო? ანუ ელექტრონულ წესს რო აკეთებთ, თქვენ ხედავთ რომ ფერი მეორე მხარეზე გამოდის, ამასაც გვინდა ჩვენ რომ დაუთმოთ, მაგრამ ნუ მოკლედ აი ეს მიმართულებაც ესე იგი ელექტრონული წრედების და აქ ეხლა რა არის მთავარი ინსტრუმენტი, აი რო ვთქვათ, გამოგვივა, არ გამოგვივა. აი ხელში მიჭირავს 6 და რაღაცა მაქსიმუმ 10 ლარის ფარგლებში არის. ესეთი ეგრეთ წოდებული ალუმინის წეპოვანი ქაღალდი, რომელსაც თუ გამოიყენებთ ის ატარებს, აი აქ აი ამ ჩვენ წრედზე აი აქ მოჩანს ახლა ეს ორიცალი ლენტი, რომელიც ჩვენ გამოყენებული გვაქვს და კიდე ნუ ეს უფრო ძვირი არის და სხვა შორის არც ხშირად არ იშოვება. ეს უკეთესი არის, ეს სპილენძისებითი არის, ხო დაფარული. ნალექი. თუმცა ესეთ ჩვენთან პრინციპში იყიდება რა, უბრალოდ ეს უფრო ძვირია. მაგრამ ალუმინი ატარებს რა. ეს რა თქმა უნდა უფრო მგზნობიარეა და უფრო ადვილია. ასე რომ აი
ამის გამოყენებით აი თელი მიმართულეს უამრავ რამეზე გვაქვს ჩვენ კიდე სასაუბრო და ამიტომ ვფიქრობ რომ შეიძლება 2 საათზე გადავიდეთ რა. იმიტომ რომ ძალიან დაიჩაგრა ეს რა ქვია პრაქტიკული ნაწილი, ხო? ხო, მაგრამ ნუ ვაპატიეთ, ესე იგი აუცილებლად ჩვენ ამაზე დროს გამოვძებნით და გავაკეთებთ, მაგრამ ეხლა უკვე უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ ჩვენი 1 საათი ამოიწურა რა. სად შეიძინოთ და მაშინ რა ქვია გორგიაშიც და დომინოშიც ელექტრონულ საიტზე რო ნახოთ, ესე ქვია ჩაწერეთ ალუმინის წეპოვანი ესა რა ქვია სკოჩი კი არა, ლენტი, ხო? წეპოვანი ლენტი ოღონდ ალუმინის ან სპილენძის და იყიდება და ის ქმნის ძალიან გრძელ წედებს. თუ იმაში დენი გადის, თქვენაც მიხვდებით რა, მე უკვე დაკავშირება არის. რასაც ვაკეთებთ, თქვათ ამ კომპონენტებით და ჯამფერებით, იგივე კეთდება ამ სულ ყველაფერს. აი, მოდი მაშინ დღევანდელ დღეს გავჩერდით რა ამას რა. დიდი მადლობა სულ ყველას, ვინც მოგზანდით, ჩვენ მივიღებ ესე იგი რაღაცებს უფრო და უფრო შევეცდებით რომ დავხვეწოთ ეს სულ ყველაფერი. ესე იგი შემდეგ კვირას ვერ შევხვდებით, მაგრამ პირდებით რომ საინტერესო დოკუმენტურ ფილმს ავტვირთავთ, ხო? და თან მოვიფიქრებთ ალბათ ესე ჯობია. მე მაინც ესე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოგვიწევს რომ გავყოთ. ესე იგი იყოს ერთი შეხვედრა პრაქტიკული და მეორე შეხვედრა იყოს თეორიული რა. და ორივე ვიდეოები იყოს. მოკლედ ჩავთვალეთ რომ ეგეთ გადაწყვეტილია. სიტყვაზე შეიძლება 2-1 იყოს, 1 რომანტიკო იყოს საინტერესოა. ხო, მაგრამ სისტემურობისათვის ალბათ ჯობია რომ გამოვძებნოთ 2 დრო და ხალხი რაღაცნაირად გადანაწილდება. ჩანაწერები ისედაც უგეთქეთ. კარგი, აბა გამოვთიშავ მაშინ ჩაწერა. მადლობა ნახვამდის. მოიცალეთ და თქვენ ძალიან გვეხმარებით რომ ჩვენ შევქმნათ აი ეს სივრცე. ასე რომ ჩვენ შევეცდებით რომ უფრო და უფრო მეტი საინტერესო რამე მოვიფიქროთ.